საქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება, კიდევ უფრო გაუარესებული პოზიციებით. პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების მაჩვენებლები ქვეყანაში 4 პუნქტით დაეცა. და ახლა 100 ქულიანი სისტემით Freedom House-ის შეფასებით საქართველოს 51 აქვს. მაჩვენებლების გაუარესების მიზეზი ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობის ის მეთოდებია, რომელიც მან განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებთან და პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად აირჩია. ანგარიშის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველო დღეს არის ქვეყანა, სადაც პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა არ ისჯება, თუმცა სჯიან პოლიტიკურ ოპონენტებს გამოგონილი ბრალით. პოლიტიკოსების და დემონსტრანტების გარდა რეპრესიების სამიზნე არიან პროფესორ მასწავლებლებიც, რომლებიც მმართველი ძალისთვის მიუღებელი პოზიციების გამო რეფორმის სახელით ისჯებიან. Freedom House-ის ანგარიში ვნახულობთ, რომ საქართველოს 4 პუნქტიანი ვარდნა ევრაზიის რეგიონში წელს ყველაზე დიდია. მსოფლიოს მასშტაბით კი 7-ეულშია და უფრო დიდი გაუარესება ძირითადად აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს აქვთ. გვინეა-ბისაუს, ტანზანიას, ბურკინა-ფასოს, ელ-სალვადორს, მადაგასკარს. ამ მაჩვენებლების ხელშემწყობი აღმოჩნდა სამართლიანობის აღდგენის იდეით შექმნილი ოცნების საგამოძიებო კომისიაც, რომელიც მან ოპონენტების გასამართლების საბაბად აქცია. ქართველი უფლებადამცველებისთვის Freedom House-ის მწვავე ანგარიში მოულოდნელობა არ ყოფილა, რადგან საქართველო როგორც ავტორიტარიზმის გზაზე მდგომი სახელმწიფო, სხვა არაერთი პოლიტიკური თუ უფლებადამცველი ორგანიზაციის ყურადღების ცენტრშია. კოლბახიძემ თქვა, რომ მან ჭკუა უნდა ასწავლოს და დემოკრატია ასწავლოს ევროპულ ქვეყნებს. ნეტავის უნდა ასწავლოს ფინეთს, რომელსაც 100-დან 100 ქულა აქვს, ნორვეგიას, რომელსაც 99 ქულა აქვს, ბალტიის ქვეყნებს, რომლებსაც 89, 90 და 96 ქულა აქვს. ესტონეთს ორბანის უნგრეთიც კი ასე განსაჯეთ, ძალიან შორს არის ჩვენგან 65 ქულა აქვს. ორბანის უნგრეთსაც კი არაფერს ამბობს სლოვაკეთზე, რომელიც 88 ქულით ერთ-ერთი, ასე თქვათ, სერიოზული დემოკრატიის მქონე ქვეყანა, თუნდაც ფიცოს ხელშიც კი. ქართველი იურისტების ნაწილი ელოდება, რომ Freedom House-ის მომდევნო წლის ანგარიში კიდევ უფრო მძიმე წასაკითხი იქნება, რადგან წლევანდელ დოკუმენტში შახშანდელი პროცესებია შეფასებული. წელს განვითარებული მოვლენები კი შემდეგ დოკუმენტში მოხვდება. მათ შორის ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რითიც მმართველი ძალა პროტესტის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის და კრიტიკული მედია ორგანიზაციების გაქრობას ცდილობს. სამწუხაროდ ეს არის ტენდენცია, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, თუმცა განსაკუთრებით აქტიურად 2024 წლიდან მოყოლებული. და ეს თანხმდრაში მოდის არამხოლოდ საერთაშორისო რეპუტაციული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ან კვლევითი ინსტიტუტების შეფასებებთან, არამედ საერთაშორისო მექანიზმების, საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებთან და ამის მაგალითი იყო მოსკოვის მექანიზმიც, რომელმაც ძალიან კარგად აღწერა ყველა ის გაუარესება, რაც 2024 წლიდან მოხდა და ფაქტობრივად ის რეპრესიების ანატომია და ამ ავტორიტარული შემოტრიალების ანატომია კარგად შეაფასა. საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი წელს აქვს სომხეთს, 100-დან 54 ქულა. თუმცა სხვა მეზობლებისგან განსხვავებით არა თავისუფალი ქვეყნების სიაში ჯერ არ გადასულა. რუსეთს 12, აზერბაიჯანს 6, თურქეთს კი 22 ქულა აქვთ. ავტოკრატიის მზარდი ჩრდილი. ასეთია Freedom House-ის წლევანდელი ანგარიშის სახელწოდება, რომლის გარეკანზე ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი აღმოჩნდნენ. დოკუმენტის მიხედვით 2006 წლიდან უკვე მე-20 წელია გლობალური თავისუფლების გაუარესებული მაჩვენებლების მქონე ქვეყნების რიცხვი გაუმჯობესებული მაჩვენებლების მქონეთა რაოდენობას აჭარბებს.